მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს გახლავთ მეცნიერთა კონგრესის დრო. თავისუფლება სიმართლეშია, მე მისი წამყვანი ლუარა ნიჟელაძე გახლავართ. წარმოგიდგენთ ჩემს ძვირფას სტუმარს, ღირსშესანიშნავ მამულიშვილს, ბატონ ლევან მამალაძეს. ბატონი ლევანი გახლავთ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკოსი. ბატონო ლევან, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დამდეთ პატივი და მესტუმრეთ გადაცემაში და დავიწყოთ იმითი, რომ 2004 წლის შემდეგ თქვენ 19 წლიანი ემიგრაცია გაატარეთ საზღვრებს გარეთ და შემდეგ დაბრუნდით ქვეყანაში. რა გრძნობა იყო, როდესაც დატოვეთ სამშობლო და რა გრძნობა იყო შემდეგ საქართველოში დაბრუნებულს, რა გრძნობა დაგეუფლათ და როგორი დაგხვდათ თვითონ საქართველო? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ სტუდიას, ტელემაყურებლებს და მსმენელებს. ეხლა ეს ისეთი ბევრი გახსენების უბრალოდ კითხვა არის. საერთოდ მე ესე ვიტყოდი, ალბათ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი 2003 წლის ბოლოდან როცა ვიყავით განდევნილი, როგორც კი პარლამენტში შეიჭრნენ და გადატრიალება მოახდინეს 2003 წელს. მაშინ იმ წუთში დაიწყო ჩემი დევნა. საერთაშორისო დღეს როგორ არის იცით, მინდა პატარა შედარება გავაკეთო. ისე იმდენი რამე გადავიტანეთ ჩვენ იმდენი სირთულე, ფაქტიურად ოჯახში კაცი არავინ აღარ დარჩა, ამ რეჟიმმა შეიწირა ბიძაჩემების სიცოცხლე, მამაჩემის სიცოცხლე, ბევრჯერ მომიყოლია დეტალებში ეს და ყოველდღიური ჩხრეკა, ყოველდღიური ესე იგი ეს გადაღებები, ეგ რუსთავი ორი მაშინ რომელიც ყავდათ ეს ფაშისტური რეჟიმის გებელსი რო იმას აკეთებდა ტელევიზიებში და კინოებს იღებდა ზუსტად ესეთ რაღაცებს რუსთავი ორი აკეთებდა ჩასაფრებული, როგორ უნდა დედაჩემი გაეტაცათ, ნიღბიან სპეცნაზ, სიკვდილამდე მამაჩემი მიიყვანეს და ასე შემდეგ. ეხა არ მინდა ეხა ეს რაღაც ტრაგიკული მასში გადავიტანო, მაგრამ ძალიან დიდი ტრაგედიები განვიცადეთ. ხანდახან როცა წაიკითხავ აი ეს 30-იანი წლების, 27 წლის რეპრესიებს ადამიანებს როგორ ხოცავდნენ და ანადგურებდნენ, აი ზუსტად ესეთი რამ გავიარეთ და ერთადერთი რამის გამო, იმიტომ რომ მე ვიყავი სააკაშვილის მოწინააღმდეგე, მისი კონკურენტი, არ დამითმია მისთვის, სამჯერ ტელევიზიიდან გამექცა, ვამხილეთ კორუფციაში. ყველა მასალები დავდეთ და აი ეს იყო საფუძველი, რომ პირველი ჩემსკენ როგორც კი ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, იმ წუთში ანგარიშტორება დაიწყო, ანუ პოლიტიკური დევნა განეხორციელებინა. ხოლო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, ხშირად ამბობენ რა ეს ოქრო და რაღაც ყალაღებული რაღაც ჭორები, რომელსაც სადაგაქვთ ეს გადანახული ოქრო? აი ხა მაგის სააკაშვილს უნდა მოვკითხოთ და სწორედ მაგაზე მინდა ვთქვა, ესე იგი როგორ იყო იცით, მინდა მოკლედ ძალიან თქვახში მithქვამს, მაგრამ გავიმეორებ ახლა ეს რო გაავრცელეს, იმიტომ რომ მათ ყავდა დაქირავებული პრესა, მედია, ტელევიზიები და ნებისმიერ თემას ავრცელებდნენ და მაგი კი არა ჩასვამდნენ იმაში ქალებს უხდიდნენ ფულს, რუსთავ-თბილისის ესე ჰუნდაის ავტობუსები იყო და ხმამაღლა ალაპარაკებდნენ, რომ აი როგორ ხედავდნენ ოქროს ზოდებს, მამალაძე ალაგებს იმაში რა ქვია, საბარგულში და ნიანგის ტყავებს და აი ესე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ჩემი თვალით დავინახე, აი ყველაზე ხვდებით როგორ არის ეს რომ გავცელდეს. ამასაც კი იყენებდნენ და საფუძველი რაში მდგომარეობს, საინტერესოა ეს მინდა ვთქვა, ესე იგი ჩვენ როცა შევუდექით წესრიგის დამყარება საწარმოებში, ერთ-ერთი საწარმოი არის ეს მადნეული და კვარციტი, ბოლნისში მდებარეობს, თქვენ კარგად იცით და კაზრეთში მდებარეობს, ეს იყო სახელმწიფო საწარმოები და იქ იყო ყოველთვის რაღაც კრიზისული მდგომარეობა, ხელმძღვანელობა როცა შეიცვალეთ იქა, ხელმძღვანელი იმ წუთში დაიწყო შესწავლა და არ მოეწონათ, იქ იყვნენ ამ კვარციტის ნაწილში იყვნენ ავსტრალიელები შესული ჯერ კიდევ ძველი პერიოდიდან ჩვენამდე და როგორც კონტროლი და არ მოეწონათ და გააკეთეს ესეთი რამ, რომ სააკაშვილი მაშინ მინისტრი იყო, გაურიგდნენ, ესე იგი $1.5 ესეც სიბრძგეუნებიან, ქრთამი მისცეს სააკაშვილს, რომ ისეთი საბუთები შექმნეს, რომ თითქოს სახელმწიფოს ვალი ქონდა პირიქით ამ ინვესტორების. ესეთი გააკეთეს ეგ მაქინაცია და სააკაშვილი მხარს უჭერდა და პირდაპირ მთავრობის ხომაზე გამოვიდა. მაშინ სააკაშვილი და თქვა, რომ ეს უნდა მივცეთო ჩვენო ავსტრალიელებს, უნდა გადავცეთ, თორე გვიჩივლებენო და სტოკჰოლმის არბიტრაჟს წავაგებთო.
დამიძახა მე პრეზიდენტმა მეუბნება რა ხდება გაარკვიეთ იმიტომ რომ გავარკვიეთ საბუთები მიუთან მე ვთხარი ტყუილია ეს ყველაფერი პირიქით იქ არის მაქინაციები მაიმუნობა და ეს რომ უკვე მარტო ჩემი სიტყვა ხო არ არის უნდა შესწავლა მოხდეს ამისი და კონტროლის პალატის ხელმძღვანელი იყო სულხან მოლაშვილი და ვთხოვე რომ მეთქი სულხან მოლაშვილი შემოვიდა შეისწავლოს სახელმწიფო აუდიტმა და იმ წუთში კონტაქტი მოხდა და ურეკა სულხანსაც ჩვენ შევხვდით და გაიგზავნა იქ აუდიტორები და შეისწავლეს და პირიქით ესე იგი სახელმწიფოს კი არ მართებდა 10 მილიონი ნახევარი მართებდა იმ ავსტრალიელებს სახელმწიფოს წარმოიდგინეთ ამ ხელა მაკინაციას პირიქით და სტოკჰოლმის არბიტრაჟი წააგეს და ყველაფერი ანუ სახელმწიფოს ჩვენ შეუნარჩუნეთ ერთი საწარმოც და მეორეც სტრატეგიული ობიექტები დღეს სად არის ეს საწარმოები როგორც კი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა ორ კვირაში ბიძამისის მეშვეობით რუსებს გადასცა ფაქტიურად საჩუქრად მადნეული და კვარციტი სტრატეგიული ობიექტები სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოები და დღესაც წილებში არის იქა და დღესაც მათ ხელში არის აი ეს არის რეალობა და მე დევნილი გავხდი ძლივს გავასწარე შვილების გატაცება უნდათ ჩვენი რომ ვერ ჩამიგდეს ხელში შვილების გატაცება უნდათ გამოაცხადებდნენ რომ ბანდიტებმა გაიტაცეს თვითონვე გაიტაცებდნენ ეს ზუსტი ინფორმაცია მათი კრებიდან გამოტანილი ინფორმაცია მაქვს და მე შემომითვლიდნენ რომ ჩაგუბარდიო მე რას ვიზამდი ხა შვილები დაშანტაჟებული ხო მე ქონდათ ჩემი მოკვრა დაგეგმილი და ჟვანიას საწინააღმდეგო გამოყენება უნდა ჩემი რაც გია ბარამიძემ დამიდასტურა როცა მინისტრი იყო MVD-ში ტელეფონით რო ველაპარაკე 2004 წლის იანვრის ბოლოს მე ფაქტებს ვიძახი ეხა სულხან მოლაშვილს რა მოვიდა აპატია სულხან მოლაშვილს წამებით სული ამოხადეს იმის გამო რომ მან ამხილა სააკაშვილის კორუფცია და ის მოღალატეობა რითაც რუსულ კომპანიებს გადასცა ის კვარციტი და მადნეული აწამებდნენ კაც და შეეცედა მივცეთ შეფასება ბატონო ლევან აი ამ პერიოდს ანუ ეს იყო სახელმწიფოს მართვის ძალადობრივი მართვა ხო ძალადობრივი მართვის სისტემა და რამდენადაც თქვენ ასე მწარედ შეგეხოთ ეს პერიოდი და თქვენ თვითონვე ხართ დაზარალებული ამ პერიოდის მინდა შევეხოთ ემას რომ ახლა პარლამენტში შეიქმნა კომისია რომელიც შეისწავლის ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ საქმიანობას და თქვენ უჭერთ თუ არა ამ კომისიის შექმნას მხარს და პირადად თქვენ თუ მიგიწვიეს დაკითხვაზე როგორც მოწმე მიხვალთ თუ არა დაკითხვაზე და გაქვთ თუ არა იმედი ამ ყველაფრის რამდენადაც მე მახსოვს რომ პროკურატურაშიც იყო რამოდენიმე წლის წინ შექმნილი მსგავსი კომისია მაგრამ შედეგი არ მოყოლია მე პირველ რიგში რა თქმა უნდა მივესალმები ესეთი კომისიის შექმნას მაქვს თუ არა იმედი მე არ ვიტყვი ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ მათი საქმიანობა ამას გამოაჩენს იმიტომ რომ მანამდე იყო მცდელობები არაფერი ამას არ მოყოლია მიუხედავად იმისა რომ ადრე შეიძლება ქონებები არ მიუღიო ეხლა უყურეთ მე როცა ჩამოვედი 2025 წელს ამ განხრით ორ საკითხს ვაყენებდი ძირითად საკითხს ერთი საკითხი ეს იყო რომ 2008 წლის წაგებული ომის ფაქტორები უნდა გამოგვეძიებინა რატომ წავაგეთ ეს ომი ჯერ რატომ მოხდა ეს ომი და რატომ წავაგეთ დიახ როცა გამარჯვების ზარზემს ატარებდა და კინტაურს აცეკვებდა დაქირავებულ ხალხს რუსთაველზე სააკაშვილი ხო გვახსოვს როცა გორი იბომბებოდა კონცერტები გამართა და უამრავი ფაქტები დამალული მომენტები დღეს მაგალითად აი ჩვეულებრივ ჯარისკაცმა ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი ვიცით გვარი ჩვენ წაგებული ომის გმირები ყავს ვერ გაიგებ რა და როგორ არის ბევრმა თავი შესწირა და დამსახურებულად მაგრამ იმ ჯარისკაცი იყო როგორც მიყვებიან იმით კვადრაციკლებით იყვნენ და ჩამოაგდეს ეს პზრ გაქვია მიწა ჰაერის სპეციალური სარაკეტო სატყორცნი და იმით ჩამოუგდიათ იმწუჩი დამალეს და იქედან კიდე რაციის ჩანაწერებსაც გვიყვებიან რომ რუსული გინებით რომ აუ ინგვესვრის და ეს ხო არ უნდა ყოფილიყო და რა შეთანხმება იყო და რაღაცა რაზე არის რა შეთანხმებაზე ჩანაწერებიც არის ამაზე ხო ამ თემებზე ჩვენ პროკურატურას მე მივმართე სპეციალური პლატფორმა შევქმნით დაიცავი მშვიდობა და შევიტანეთ მთელი ჩამონათვალე როგორ მოხდა კოდორის ხეობაში მთელი შეიარაღების დატოვება გადაცემა რატო არ გამოიყვანა უახლესი ნატოს შეიარაღება იყო ასეულობით მილიონის ღირებულობის კოდორში თავმოყრილი. სააკაშვილმა დატოვა. თავარსარდალი სააკაშვილი იყო. რაც გააკეთეს ცხინვალში, ჯერ შესვლა რა იყო, ან გამოსვლა რა იყო, როგორ არ იყო ეს გათვლილი.
როკის გვირაბი რატო არ აფეთქეს? რა უნდა იმის აფეთქება? შენ თუ უკვე ამას იცი, პუტინმა 2 კვირით ადრე დაიწყო მოსახლეობის გაყვანა, 2 კვირით ადრე. აგერ ფაქტებია. მოსახლეობა გაყავდა ევაკუაციას უკეთებდა ცხინვალიდან და იქ საზღვრისპირა რეგიონებიდან. საქართველოს ტერიტორია სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონზე ვიძახი, ხო? ფაქტები. ეგერ არიან ჯარისკაცები, ეგერ არიან ის სამხედროები. როგორ მოხდა გამოქცევა იქედან? პატრიარქმა გამოიყვანა ყველა ჯვარი წერია და მიცვალებულები და დახოცილი ადამიანები. პატრიარქის ინიციატივით მოხდა და ანანაირი სახელმწიფო მოქმედება იქ არისო, ხო? იგივე ლუკიანმა რო თქვა, რომ ჩამოგდებული ის რა ქვია, ისკანდერი გააქრეს. ანუ ფაქტიურად რა დანაშაულებები ქონდა რუსულ მხარეში გველო წარგვედგინა, სააკაშვილის რეჟიმმა ეს გააკრო. ანუ არა ყო ღალატ, თან ღალატის ცნებაც სისხლის სამართლის კოდექსში არ არის, მე ხა როგორც იურისტი ისე გეუბნები, თვითონვე ამოიღეს. მაგრამ ის რომ შენ ტერიტორიული მთლიანობა მოარღვიე, მუხლი არის სისხლის სამართლის კოდექსში. ის რომ შენ გარიგებაში შეხვედი მტრულ სახელმწიფოსთან, სახელმწიფო ესე იგი საქართველოს საზიანოდ. ის რომ გადაეცი სამხედრო შეიარაღება. ეს სამივე მუხლი ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას. და დღეს კიდე ის რაღაც მოპარული რამდენი 10 მილიონი თუ რაღაცა რომ მოიპარა და პიჯაკები დაარქვეს, ხო? იმაზე აგებს პასუხს სააკაშვილი. და რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ეს ნამდვილად არის სახელმწიფო ღალატი და ამ დროს რა დროს პიჯაკებია მართლა და მასზე გახარჯული მილიონები. და თქვენ როცა დაგიძახებენ მოწმის სტატუსით, მიხვალ თუ არა ეს? ახლა მე გეტყვით მაგაზე, კიდევ მეორე ნაწილი. ეს ერთი რაც სამხედრო თემებს ეხებოდა, რაც მე ვთქვი, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. სტრატეგიული ობიექტების გადაცემით პირდაპირ ვიძახი და ვამბობდი და კიდევ დავაფიქსირებ. ეს იყო ფარული პრივატიზება. ანუ ომი გამოიყენა სააკაშვილმა იმისთვის, რომ სახელმწიფო ობიექტები ვითომ და მართლა რუსებს გადასცა, მაგრამ ჩვენ რამდენ პროცენტში არის თვითონ სააკაშვილი, დედამისი, მისი ოჯახის წევრები ამ კომპანიებში. ეს არ ჩანდა, ეს ოფშორებში ყველაფერი, ეს ხომ გამოძიებული უნდა იქნას. არავინ არ გამოიძიეს. მილიარდერები არიან. რომ იქნას გამოძიებული და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენში აღიკვეთოს დგომები სახელმწიფოსადმი. მესამე ნაწილი. ეს არის საპროცესო გარიგებები. ეს ჩემმა ოჯახმა გადაიტანა, ჩემი სიძერო, აი ჩემის გულისთვის დაიჭირეს და ისიც შეიწერა, ისეთივენაირად გარდაიცვალა, როგორც სულხან მოლაშვილი, ჩემი სიძე, გოჩა ანთიძე. დაჭერილი ყავდათ, ჩემდაც ბოლო ბინა რაც ქონდა გააყიდინეს და შეატანინეს რაღაცა ფონდში. ზუსტად ვერ იხსენებს, აი უთხრეს აქ შეიტან ფულს. რამდენ შეატანინეს ეს? ჯერ თავიდან 2004 წლიდან რომ დაიწყო საპროცესო გარიგებები, არაფრის გამო, ანგარიშტორების გამო რომ ხალხს იჭერდნენ და ფულის არ შექონდათ, ფიზიკური პირების ანგარიშზე შექონდათ. ეს ერთი მერე როცა შეხედეს რომ ეს უკვე რაღაცა გახმაურდა, შექმნეს კერძო ფონდები, აი მიაქციეთ ყურადღება, შექმნეს კერძო ფონდები, თავდაცვის ფონდი, პროკურატურას ფონდი, იმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდი და იქ შექონდათ აი ესე ტყუილა დაჭერილ ბიზნეს ართმეულ ადამიანებს ათეულობით მილიონი თანხა და სურო ჯამში მიახლოებით დათვალო ხო მილიარდებზე გადის ეს კერძო ფონდებში შეტანილი თანხა ბიუჯეტში რომ შესულიყო კიდე როგორ რა იქნებოდა ესეთ ეითხოვდი რომ აი მაინც ბიუჯეტში შევიდა ხო ბიუჯეტში არ შესულა ამ ხნის განმავლობაში რატო აპატიეს ეს აგერ ვიძახი რა პრობლემა აგერ გამოაცხადა თეატროლოგიანმა მას გამოცდილებაც აქვს და პრინციპულობაც არ აკლია და იმედი გვაქვს რომ რაღაცას გააკეთებს ხო რა უნდა გამოაცხადონ და ეს ხალხი მივა და თვითონ ჩეკები აქვს ზოგ შენახული ზოგს ხო არაჩვენებდნენ ზოგ ჩეკებიც აქვს შენახული მიუდებენ და დაუდებენ სად გადაირიცხა ეს თანხა საწავი ვინ იყვნენ ამ ფონდის დამფუძნებლები მიშა სააკაშვილი რამხელა წილი ქონდა ამ ფონდებში სად იხარჯებოდა ამას გამოძიება უნდა თქვენ რასაც ამბობთ ბატონ ლევან ეს არის სახელმწიფო საქმიანობის დანაშაულებრივი სქემა და როდესაც ეს ეთერიდან ჟღერდება მე ვისურვებდი რომ ნამდვილად მას სამართლებრივი ფორმა მიეცეს და განვითარება და ერთხელ და სამუდამოდ სამართალმა პული ჭამოს ამ ქვეყანაში და სახელმწიფო მართვა დამყარებული იყოს სამართლიანობის პრინციპზე და არ გქონდეს თქვენ ახლა როგორც გაქვთ უსამართლობის შეგრძნება და ახლა თქვენ გუბერნატორი იყავით და ნებისმიერ ჩვეულებრივ მოქალაქე თავს როგორ დაიცავს როცა თქვენ გუბერნატორმა ვერ დაიცავით თავი და ახლა შევეხოთ იმ თემას რომ თქვენ ამას დავამატებ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რაც თქვენ ბრძანეთ ბოდის გიხდით ესე იგი სამართლიანობის განცდა სამართლიანობის განცდა ვინც დაზარალდა მინდა გითხრათ რომ ალბათ 99%-ს არ აქვს ვიღაცა 1%-ს
ეს კომისია რო შეიქმნა, კომისია კი არის სხვათა შორის ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა, ესე იგი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტი პროკურატურაში. კი, ესეთი ბატონი ნადარეიშვილი დიდი ნდობა ხალხს არ გამოუცხადა. მე არ ვიცი რა გააკეთა, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა 1-2 სარეკლამო თემა იყო გაკეთებული, ან ვინმეს თუ სჭირდებოდა ზემოთა ადამიანებიდან მხრიდან რაღაც გადაწყდა ეგ თემები, მაგრამ 99%-ზე მეტი საკითხები არ განხილულა. და არ გადაუწყვეტიათ. ანალოგიურად მეც ხონდა მიმართვა რამდენჯერმე ამ იმაში რა ქვია, ამ დეპარტამენტში და პასუხსაც არ იძლევიან. აი ესეთი დანაშაულს, საერთოდ ესია კანონით, როცა დანაშაულზე მიუთითებ, პროკურატურა ვალდებულია საქმე აღძრას და თუ კი აღარ არის დანაშაულის ნიშნები არ მტკიცდება, უნდა საქმე დახუროს, მაგრამ აღძვრა კი არა, საერთოდ რეაგირება არ არის მოხდენილი. ამიტომ აი ახლა რაღაც იმედი უნდა გქონდეს ჩვენ, რომ ეს კომისიაში რომ მოიხრის ეს მასალები, იქ მერე გადავა და შედეგი დადგება. ეს ერთი, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც თქვენ ბრძანეთ, აქვე მინდა აღვნიშნო. აი როგორ არის, ჩვენთან ხა სამეგობროშიც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, ადამიანები, რომელიც ამ რეჟიმს შეეწირა და ცოცხლები არ არიან, დღეს იმათ ახსენებ მარტო. სულხან მოლაშვილი ტყუილა არ ვამბობ. ჩემი მეგობარი იყო და ვიცი რაც ხდებოდა მასთან დაკავშირებით. ცოცხალი რო იყო, კაციშვილი ყურადღებას არ აქცევდა. როცა ეს რეჟიმი არის. აი გულისკენით უნდა ვთქვა, არ აქცევდნენ, არც ერთი საკითხი არც პირადად ჩემთვის აქ ნათქვა. პირადად საუბრის დროს. კაცი როცა გარდაიცვალა, მერე დაერქვა სხვერპლი. არ შეიძლება აი რამდენი ადამიანი ამ რეჟიმის სხვერპლი, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის სხვერპლი, ესე მანდამაინც კაც უნდა მოგწეს რომ ყურადღება მიაქციო, აი ეს არის სამართალი. სამართლის განცდა უნდა კონდეს ყველას და კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს, ვთქვათ, იგივე თანაბარი. აი ეს არის. ეხლა იმიტომ კი არ ვიძახი, ეხლა მე რო ცოცხალი არ ყოფილიყავი, მეც ჩამომწერდნენ სხვერპლებში. აღარავის გაახსენდებოდა ეს. არა, ხო, აი თქოდენ სხვერპლი არისო და ბატონ ლევან, რა კი მივადექით ამ სამართლიანობის პრინციპს, როგორი უნდა იყოს თქვენი მიდგომების სამართლიანი სახელმწიფო, როგორ უნდა შედგეს, როგორ უნდა შევდგეთ სამართლიან სახელმწიფოდ. ჩანს ფაქტია, რომ ჩვენ დღემდე ვერავთ სამართლიან სახელმწიფო. ეხლა როგორ არის იცით, ყველა ეპოქას აქვს თავისი დატვირთვა. და ეხლა მე თვითონ ამის კვლევარი ვარ და ვაკვირდები საერთოდ პოლიტიკურ ნაწილში საზოგადოება როგორ ვითარდება, ასევე სახელმწიფო სისტემები როგორი არსებობს. თუ კი ავიღებ და შევადარებთ საერთოდ რა სახელმწიფო სისტემები არსებობს და დემოკრატიულ სასაც ეძახიან დღეს, საქართველოს ამ დემოკრატიულ სახელმწიფო სისტემებში ერთ-ერთი წინა ადგილი უჭირავს, ეს უნდა ვთქვათ. მაგრამ ეპოქა ცვლის ამას, ეს ის დემოკრატია აღარ არის, რომელიც ადრე გვეგონა ჩვენ. როგორც ეხა ევროპა რატომ მოგწონდა, რომ აი რაღაც მიზიდულობის ცენტრია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფლების და ამ შემდეგ. მოიშალა ეს ყველაფერი. სამართლიანობის პრინციპი, როცა შეერთებულ შტატებზე ვამბობთ, იქაც არ არის. რა სამართლიანობის პრინციპზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა პოლიტიკური ანგარიშტორები ტრამპს ასამართლებდნენ, პრეზიდენტი რო გახდა გაუჩერეს. რა სამართლიანობის პრინციპზე ვამბობთ, როცა ბაიდენმა ადგა წინასწარ თავისი თავი, თავისი ოჯახის წევრები, თავისი გუნდის წევრები შეიწყალა წინასწარ. და დღეს გამოდიან და რაღაც დასავლურ იდეალებზე გველაპარაკებიან აქ ქუჩაში დგომით აქირავებული ხალხი, ხო? ამიტომ ეს მე ახლა ისეთ მაღალ სტანდარტებს, რომელსაც თქვათ ჩვენ გვინდა რომ იყოს, ხო? ესე ერთი ხელის მოსმით მიღწევა ძნელია, მაგრამ ის რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი იყოს, ეს ხელისუფლება უნდა უზრუნველყოს. იმიტომ რომ როცა ამას არ უზრუნველყოფ, უკვე ის მიდის აი დეფორმაცია, იქ მიდის ჯგუფები, იქ მიდის კლანები, იქ მიდის გარიგება და ამას უკვე კორუფციაც მოყვება, დამალული ღია თუ რაღაცა და ამის მომენტები ჩანს უკვე და სხვათა შორის ხშირად მithქვამს ქართული ოცნებას აქვს მინუსების და აქვს პლუსების. პლუსი არის ის რომ როცა ყავს ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, ხო, მას შეუძლია აი სისტემა შექმნას ისეთი, რომელიც იქნება თვითრეგულირებადი, სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობილი და ყველა იქნება თანაბარი, გლეხი იქნება თუ მინისტრი. აი ამის მიღწევა შეუძლია. ხშირად ეგეთი რაღაცების მიღწევას რევოლუციები ჭირდება და ჩვენთან ამის გაკეთება შეიძლება. იმიტომ რომ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ვერ იტყვი რომ ეხლა ის რაღაც პარტიული ის არის, მას რეფორმების გატარება სჭირდება და სიახლების შემოტანა საქართველოში. და დღეს ეს დრო დგება. ამიტომ გარკვეული განცდა იმისა, რომ სამართლიანობის იმაში შევართ ჩვენ დინებაში, მაქვს.
ანუ ჩვენ თქვენ ახსენეთ ახლა და ფაქტიურად მართვის სისტემა არის შესაძლებელი, ხო? დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის სისტემა. უყურეთ, მართვის სისტემა მინდა გითხრათ, რომ აი, მოდი ესე ვთქვათ, მართვის სისტემა საქართველოში დარჩა იგივე, რაც გააკეთა სააკაშვილმა. ამას საძმინე საწყენად არ ვიძახი. ძალადობრივი მომენტი ამას გამოეცალა, თორე ინსტიტუციონალური რაც სააკაშვილმა შექმნა და მოირგო ძალადობრივი რეჟიმისთვის დარჩა იგივე. რა გვაქვს ჩვენ შედეგად? მოშლილი თვითმმართველობა საქართველოში აღარ არის, გაუქმეს ფაქტიურად თვითმმართველობა. ესე იგი, ზედმეტად ცენტრალიზებული, ესე იგი, ხელისუფლება, ზედმეტად ცენტრალიზებული ბიუჯეტი და მოქალაქეების წვდომადობა დაწყებული ქვედარგონიდან. სოფელი იქნება, რაიონი იქნება, ქალაქი თუ შემდგომ უკვე ცენტრალური ხელისუფლება, წვდომა მოქალაქეებისთვის არის ძალიან შეზღუდული. ეს პრობლემა მე თვითონ ვაწყდები და იმითო ვიცახი. ეს ერთი და მეორე მოქალაქეების მონაწილეობის უზრუნველყოფა ქვეყნის მართვაშიც ასევე მოშლილი არის. აი ეს ორი ძირითადი მომენტი ქმნის უკმაყოფილებას. ამას არ ვიცი ხა ვინ ყავთ პოლიტექნოლოგები ოცნებას აკაურები არიან თუ მოყვანილები არიან, თუ მოყვანილები არიან ისინი ნაკლებად აღიქვამენ ამას. ამიტომ აი ეს ორი ძირითადი მომენტია, რომელიც აქვს დიდი მინუსი იმას რა ქვია ქართულ ოცნებას. ეს არის რომ მოქალაქეებთან ურთიერთობის დონე შესუსტებულია, წვდომადობა შესუსტებულია და ქვეყნის მართვაში მონაწილეობა ნულის დონეზე. ბატონო, მივადგებით ჩვენ ამ თემასაც. ახლა მინდა გაგიხსენოთ თქვენ როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორი, მეც იმ დროს გადაბაში მოღვაწეობდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ თქვენი დროის მოღვაწეობას, თქვენ ხალხი ძალიან დიდ პატივს გცემდათ მაშინ და ქვემო ქართლი ითვლებოდა ერთ-ერთ ძლიერ რეგიონად იმ დროის საქართველოში, თქვენი გუბერნატორობის პერიოდი, მარტო რომ ავიღოთ თუნდაც ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის მაგისტრალი და იქ დასაქმებული ხალხი, რომელთაც მაღალი ხელფასები ჰქონდათ და ახლა მე მინდა ამ კუთხით თქვენ განიხილოთ საქართველოს როგორც შუა დერეფანი და მისი როლი. საქართველოს შუა დერეფნის როლი და საქართველოს როლი გეოპოლიტიკაში ცენტრად ვიქეცით ფაქტიურად იმპერიების დაჯახების ცენტრად და აი ამ კუთხით თქვენი ხედვა მაინტერესებს. ნუ ძალიან ყურის მომცველი ის კითხვა არის. მე დავიწყებ ახლა თქვენ როგორც გაიხსენეთ ჩვენი მუშაობის პერიოდი. რატო უკავშირდება ამ შუა დერეფანს? ხოთაშორის ჩვენ პირველები ვიყავით, როცა ეს რეგიონალური მართვის სისტემა ჩამოყალიბდა, პირველი ჩამოყალიბდა ქვემო ქართლში, სხვაგან არსად არ იყო. იყო რაღაც მოსინჯვის ვარიანტი სამცხეში, მაგრამ ის ადმინისტრაცია არ არსებობდა, პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო, ხოლო როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი და სამხარეო ადმინისტრაცია, როგორც აი ესეთი ერთეული პირველად ქვემო ქართლში შეიქმნა. ამასაც ჰქონდა თავისი ახსნა, თქვენ სწორად ბრძანეთ, იქ იყო ბაქო ჯეიჰანის თემები, აი მაშინ სწორედ განისაზღვრა. ჯერ კიდევ ალიევი არ იყო მოსული პრეზიდენტად, როცა ის შეიქმნა და მაშინ იწყებოდა განსაზღვრა ფუნქციისა, აი მთლიანად კავკასიის ფუნქციისა და შევარდნაძე ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა. როცა ჰაიდარ ალიევი მოვიდა, ფუნქცია მაშინ უკვე საბოლოოდ შედგა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, კასპიის, ესე იგი აკვატორიის ენერგომატარებლების წარმართვა დასავლეთისკენ, ეს გასადენები, მილსადენები, ნავთობსადენები, ბაქო თბილისი ჯეიჰანი, პირველი ბაქო სუფსა იყო, ბაქო თბილისი სუფსა, მერე ბაქო თბილისი ჯეიჰანი და მერე მაგას მიყვა ბაქო თბილისი ერზრუმი და გასადენები, ხო? მთელი კომპლექსი შეიქმნა. ამით საქართველოს და ფაქტიურად აზერბაიჯანთან ერთად უდიდესი ფუნქცია შეიძინა, გახდა მსოფლიოსთვის საჭირო რეგიონი. ეხლა ამ გადასახედიდან რომ ვნახოთ აი ეს პატარა ქვემო ქართლი რო აიყოთ, ხო, ეს არის უნიკალური ადგილი. სადაც ერთად ცხოვრობენ ქართველებთან ერთად კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, მაშინ ცხოვრობდნენ, ეხლა დიდი გადინება მოხდა და ბერძნული მოსახლეობა ფაქტიურად აღარ დარჩა, სხვა მოსახლეობა შემცირდა და ჩვენ შევძელით, რომ აი ეს დაძაბულობა, რომელიც არსებობს. კარგად ახერხებდით მაშინ იმ რეგიონში. ჩვენ დავალაგეთ ყველაფერი, უფრო მეცაც გეტყვით, როგორ იყო იცით, აი როგორ დონეზე დავალაგეთ, ხა გეტყვით. არა მარტო ის რომ იმედი გაუჩინეთ ჩვენ სხვა ერების წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეებს რომ ეს არის მათი სამშობლო და თბილისია დედაქალაქი და აქ წყდება ყველა პრობლემა, როცა გაუცხოება იყო და შეშინება იყო, ხო? ეს ხო დაუბრუნეთ. მეორე უფრო მეტიც ჩვენი მოქალაქეების დაცვა დავიწყეთ. უამრავ მოქალაქეებს იტაცებდნენ სომხები. ჩვენი აზერბაიჯანი ჩვენი მოქალაქეებს
და იქეთ ხდებოდა კიდე სომეხი მოქალაქე ჩვენ მოქალაქეებს წითელ ხიდზე აი თბილისს არ ვაწუხებდით მაგას დღეს ყველაფერი თბილისში შემოდის ნებისმიერი რაღაცება არ ვაწუხებდით იმიტომ რომ ჩვენ ისე გავაკეთეთ გვერდითა მდგომი რაიონების ხელმძღვანელები ვიწევდით ერთავჯდებოდით და არც კი შეგვიწუხებდი არავინ აი როცა ოჯახებს გატაცებულ ჩვენ აი თავიანთ შვილებს უბრუნებდით წარმოიდგინეთ რამხელა ყველას ეშინო ომი იყო ხალხისხლი იყურებოდა ყარაბაღის თემიდან გამომდინარე და პირდაპირ ომი მიმდინარეობდა ჩვენ არ გადმოვიტანეთ ეს ომი არ მივეცით საშუალება ომი გადმოსულიყო და ვინმე ნაციონალური რაღაცა იდეების მატარებელი პირები თუ იყვნენ და ჩვენ საფრთხეს გვიქმნიდნენ ისე გადმოვიყვანეთ ჩვენ ჭკუაზე ისე ჩავაყენეთ სახელმწიფო სამსახურში ზოგიერთი საპარლამენტის წევრები გავხადეთ ანუ ჩვენ კი არ გვჭირდებოდა მათი დარწმუნება ისინი დადიოდნენ და თავიანთ ხალხში იცავდნენ სახელმწიფო ინტერესს აი უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ და ენის პროგრამის განხორციელებამ კიდე მთლიანად შეცვალა ეს სიტუაცია და წალკა რომ დღეს ქართული რაიონია ეხლა ბევრ დეტალებს არ მოყვება იქ მაცხოვრებელმა აჭარლებმა და სვანებმა კარგად იციან წალკა როგორ გახდა ქართული რაიონი 1%-იც არ ცხოვრობდა ქართული წალკის რაიონში და გადავარ წალკაში დღეს არც იქნებოდა ქართული და მე მართლა მიხარი აქვს სკოლები უკვე მუშაობს ამდენი საქართველოს რეგიონში საკმაოდ გაქართულდა ის რეგიონები ის დაუსახლებელი ადგილები ეხლა ყურადღება არის მოკლებული მინდა გითხრათ და აი ერთ მაგალითს მოვიყვან ნუ თუ ეხლა აი ელემენტარული თემა არის ეხლა იუსტიციის სახლები ყველგან გახსნეს საბუთი რო აიღო რაღაცა გააკეთო ბევრმა უფროსებმა მაგალითად 70 წლის კაცმა ქართული უჭირს და მიდის იუსტიციის სახლში და პასუხს არცემენ. კი, ეს ერთი ენის მცოდნე, აი, სომხურის, აზერბაიჯანურის, ბერძნული, ხო შეიძლება ერთი ადამიანი მაინც იყოს. ბატონ ლევან, თქვენ დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ქართული ენის სწავლებას ქვემო ქართლის რეგიონში არაქართველი მოსახლეობისათვის და გახსნილი იყო საამისოდ სკოლებიც, წრეებიც და არაქართული მოსახლეობა საკმაოდ კარგად მოყვებოდა. მასწავლებლები შევიყვანეთ. დღეს არ აინტერესებს, იცით, დღეს ქართული ენის სწავლა არ აინტერესებს და მუშაობენ უკვე არაქართული ენის მცოდნე პირები, რაც ქართველებს თვითონ უქმნის საკმაოდ პრობლემას და არ მინდა ახლა ამ თემაში აი ძალიან მოკლედ მაგ თემას ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად განათლების სისტემა ხა შორს დაგვიყვანს განათლების სისტემაში არსებული პრობლემა რა ერთ მომენტში საერთოდ ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ხაზზე არსად არ არის მსოფლიოში ნაციონალური სკოლები, სადაც ყველაფერი ისწავლება სხვა ენაზე და არა სახელმწიფო ენაზე. თუ კი ესეთი სკოლები არსებობს, ის არის კერძო. აი მაგალითად შეუძლია ვინმე გახსნას თურქული სკოლა და აიღოს ლიცენზია და თურქულ ენაზე ასწავლოს, ქართულსაც ისწავლიან, მაგრამ თურქულ ენაზე ასწავლოს საგნები სიტყვაზე. ან ინგლისურ ენაზე ხო ასწავლიან საგნებს, ლიცენზია აღებული აქვს, ხო არის ინგლისურად, გერმანულად ასწავლიან, არის ესეთი სკოლები საქართველოში, ხო? საგნებსაც სხვა ენაზე სწავლობენ. ეს არის კერძო. სახელმწიფომ არ შეიძლება დააფინანსოს აი ესეთი ტიპის სკოლები. სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, აი თუ კი დავარქვით ნაციონალურ სკოლებს, ეს უნდა იყოს სკოლები, სადაც ყველა საგანი სახელმწიფო ენაზე ისწავლება, მაგრამ მათი მშობლიური ენა და ლიტერატურა და ისტორია დამატებით გაძლიერებულად ისწავლება. ეს იმას არ შეიძლება ჩვენ გქონდეს ახლა აზერბაიჯანულ ენოვანი სახელმწიფო სკოლები, სომხურ ენოვანი სახელმწიფო სკოლები. უკვე გადავიდეთ უნდა ახალ ეტაპზე. ჩვენი ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სრულფასოვნად ენას და ყველა საგანი სახელმწიფო ენაზე და მშობლიური ენა კიდე მაქსიმალურად უნდა ვასწავლოთ. აი ხო ხტებით როგორ შესაძლებელი გვაქვს. სხვა აბა ნახეთ როგორ არის სხვაგან. ჩეხეთი ავიღოთ თუ გნებავთ. აი ჩეხეთში სლოვაკეთში ცხოვრობენ რუსინები, ესეთი არიან თითქმის რუსულად ლაპარაკობენ. ეროვნულ უმცირესობად არის აღიარებული, ხო? სკოლები სახელმწიფო გახსნილია ჩეხურად სწავლობენ ყველაფერს, მაგრამ რუსინების ენაზე სწავლობენ ლიტერატურას, პოეზიას, წერას და ყველაფერს, რაც ამ ენას და ისტორიას შეეხება. დანარჩენი მთლიანად სახელმწიფო ენაზეა. სრულიად გეთანხმებით, სახელმწიფო ენის საკითხი უფრო სხვა ჭრილში და უფრო მაღლა არის სასაწევი, ეს სახელმწიფოებრიობის დონეზე, უფრო ფართო სასაუბრო თემა და მე ეხლა უფრო კონკრეტულ საკითხებზე გადმოვალ. მაგალითად ყბადაღებული ჩვენი ეკონომიკური ზრდა და 40 მილიარდიანი ბიუჯეტი და 9%-იანი ეკონომიკური ზრდა და სადა ისახება ეს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე ეს არ აისახება ხალხზე ხალხის ჯიბეზე ეს არ ასახულა და მე მაინტერესებს ხელისუფლება საიდან ითვლის ამ 9%-ს და სად უნდა ნაწილდებოდეს ეს მოგებული ეკონომიკური ზრდა
და სოციალური უთანასწორობა, რაც ქვეყანაში არსებობს სოციალური უთანასწორობა. პარლამენტარების ხელფასები 17,000, 11,000 და 350 ლარიანი პენსიები და სოციალურად დაუცველი ფენების შემწეობები 60 ლარიანი და დევნილთა შემწეობა 45 ლარიანი, რომელიც არ გაიზარდა იმ დღიდან და ასე შემდეგ. ეხლა ის პირველი კითხვა რაც ჰქონდა, ფაქტიურად ამაზე გადმოვდივართ ეხლა, რაც შეეხება ეკონომიკურ აღმავლობას. აი ის რაც თავის დროზე შევარდნაძემ და ალიევმა საფუძვლად ჩაუდეს ამ რეგიონს, ის იძლევა დღეს ეკონომიკურ შედეგს. აი ეს არის შუა დერეფანი, რასაც ქვია. ადრე თუ კი ეს დერეფანი ჩვენ ენერგომატარებლების ტრანზიტის და გაყიდვის ფუნქციით ჰქონდა დატვირთული, დღეს უკვე ტვირთებისა და ლოჯისტიკური თემებიდან გამომდინარე იღებს სრულიად ახალ დატვირთვას. უნდა ითქვას პირდაპირ უკრაინას და რუსეთს შორის ომმა ამან უფრო მეტი დატვირთვა შეძინა ამას. ჩინეთის ინტერესები, ინდოეთის ინტერესები იმდენად გადაიხლართა ერთმანეთში და მსოფლიო იმდენად იცვლება, რომ ჩვენმა ამ დერეფანმა კასპიას შავი ზღვის დერეფანი ესე დავარქვათ, სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა. არა მარტო გეოპოლიტიკური, არამედ შინაარსობრივად ეკონომიკური და აქედან გამოდის სწორედ გეოპოლიტიკა. აი ძალიან მოკლედ გეტყვით, რა პერსპექტივებია და რასთან აგვაქვს ჩვენ საქმე და გადავალ მე მაგ თქვენ დასმულ კითხვაზე. ჩინეთი ხშირად მithქვათ, ჩინეთი არის სამხედრო რკალში მოქცეული. აი რომ გადავნახოთ ახლა რუხაზე დავხედოთ, სად დგას ამერიკული ბაზები, იგივე იაპონიისა და ყვითელი ზღვის აკვატორიაში, ხო? იგივე წყნარი ოკეანეა ფაქტიურად ესა. დაწყებული იაპონია, იაპონიის კუნძულები, ერთი კი არა, იაპონიის კუნძულები, ტაივანი, მერე ფილიპინები და მერე კიდე იქ რამდენიმე კუნძულებია, თითქმის ვიეტნამამდე მისული სულ ამერიკული ბაზები არის. ანუ ამერიკას რო დასჭირდეს მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ამხელა ძლიერია და ამხელა გავლენები აქვს, რომ დასჭირდეს, მას შეუძლია მოგუდოს მისი ეკონომიკა. 95%-ზე მეტი ჩინეთის ექსპორტი მსოფლიო წარმოება არის ჩინეთი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? 95% ზღვით აქვს. და როცა ეს პრობლემები დადგა, ჩინეთმა დაიწყო უკვე დასავლეთისკენ ყურება, ანუ ჩვენ დასავლეთი ვართ მათთვის. ეს არის შუა აზია, ეს არის აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, შავი ზღვა და ეს მიმართულების გახსნა. ანუ უკვე ჩინეთი ფიქრობს სერიოზულად, რატო დადგა იმის ანაკლიის საკითხი. ჩინეთს აქვს ტვირთი, ჩინეთს აინტერესებს ეს. ჩინეთმა უნდა დატვირთოს ეს ანაკლიის პორტი. და მან უნდა მოიტანოს ტვირთები და შემოსავალი ფაქტიურად საქართველოს უნდა მოუტანოს. ამიტომ აი მასთვის არის ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულება, რომ მისი უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნეს ალტერნატიული სახმელეთო სარკინიგზო გზით. აი დააკვირდით რა მხელა თემა არის, ეს გადის აზერბაიჯანს საქართველოს. და ჩვენი პორტებით გადის გინებავთ იქეთ აფრიკისკენ, ევროპისკენ, პირდაპირ ბულგარეთი, რუმინეთი და ეს ყველაფერი აი ერთად იყრის თავს, ხო? და ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც იმიტომ დადგა ეს საკითხი, თორე ჩინეთს ეკუთვნის ევროპის უმრავლესი პორტები და თუ არ ეკუთვნის მოწილეები არის ამერიკულ პორტებში. ხმას არ იღებენ იქ, ხო? აქ აწყდა ამბავი. იმიტომ რომ ამ ხელა დანახარჯი, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს გაკეთებული და ყოველწლიურად აკეთებს ამ სამხედრო ბაზების რკალი, რომელიც მე აღვნიშნე მათ შესანახად, ფაქტიურად უფასურდება თუ კი ეს ხაზი რეალურად ამუშავდა, რასაც ქვია ამ კორიდორის, კასპიას შავი ზღვის შუა კორიდორის ამუშავება და იგივე ჩვენი ნავსადგურის ანაკლიის ამუშავება. აი ამაში ვართ მოქცეული და ზეწოლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამიტომ არის. ამას კიდე მეორე მიმართულება ემატება, რომელიც უკვე მუშაობს. და რუსეთმა დააფინანსა ირანთან ერთად რკინიგზის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, მე მგონი 130 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა მოხდეს რეკონსტრუქცია მისი, რომ ჩრდილოეთიდან რუსეთი, ირანი და თუ პაკისტანზე არ გავლის, მათ აქვს დიდი პორტი ბანდარ-აბასი და პირდაპირ ინდოეთი. დღეს ინდოეთი არის რუსული ნავთობის უდიდესი გადამამუშავებელი. სანქციებმა რუსეთს თქვენ გონია რამე გაუკეთა? არაფერი. უფრო მეც ყიდის გაზსაც და ნავთობსაც. რატო? იმიტომ რომ ინდოეთში მიდის, ინდოეთს აქვს ქარხნები და იქ აწარმოებს მე უკვე ნავთობპროდუქტებს და იქედან იყიდება რუსული ნავთობპროდუქტები. ეხლა წარმოიდგინეთ სახმელეთო გზა, რომელიც ამუშავდება. ამხელა აფრიკა გამოსავლელი არ აქვს, სუეცის არხი გამოსავლელი არ აქვს და ეს ტვირთები მარტო რუსეთი კი არ არის. დასავლეთისკენაც წამოვა, ყველაფერი ჩვენსკენ წამოვა. და ხო, მაგრამ ეს ეკონომიკური ზრდა მაშინ მოსახლეობაზე ხომ ეხლა უყურეთ. აი ეს ყველაფერი უკვე ნელ-ნელა მუშაობს.
მე რასაც ვიძახი ეს პერსპექტივა კი არა, ეს უკვე მუშაობს. უბრალოდ ეს არ არის უკვე ესე პიკზე მისული არ არის. დაწყებულია ეს პროცესი. აბა საიდან არის ტურისტბრუნვა საქართველოში გაიზარდა, გადაზიდვები გაიზარდა. შემოსავლების ესე იგი სარკინიგზო, სატრანსპორტო გადაზიდვებიდან რამდენია ციფრები შევადაროთ, რა იყო 2 წლის წინ, რა არის ახლა. ეს იმხელა სფეროებს ერთმანეთში აბავს, რომ შემოსავლები სახელმწიფოში იზრდება. პორტებში ადგილები აღარ არის დღეს. ადრე თავისუფალი იყო და ტვირთი საიდან მოსული იყო, იმაზე ფიქრობდა სამინისტროები, ვთქვათ, ხო? ეხლა როგორ შეიტანონ ტვირთი, იმაზეა, ადგილი აღარ ყოფნის. ამიტომ ეს ყველაფერი იწვევს დიდ შემოსავლებს. ამან მოგვცა შემოსავლები. ეხლა მაგრამ სადა ისახება ეს შემოსავლები აისახება, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო შემოსავლები არის, სახელმწიფოს გააჩნია ზრდა, შიდა ეროვნული პროდუქტის გააჩნია, შედეპოს რასაც ეძახიან, ეს ხო გვაქვს, მაგრამ ეხლა რო ავიღოთ, აი ამ სტატისტიკას არავინ არ აკეთებს, რასაც მე გეტყვით ეხლა. აი ზრდა ხო არის. 11%-იანი იყო შარშან წინ. წელს იყო 9%-იანი, ხო? ორნიშნა იყო, 9 ძალიან მაღალი პროცენტი. ევროპაში რეცესიაზე მუშაობენ, გერმანია მინუსშია. მინუსშია შემოსავლები. ჩვენთან კიდე 9%-იანი მატება, დიდი მატებაა, ხო? ეხლა რო ავიღოთ ამ ხელა მატება და საბიუჯეტო მატება, არის თუ არა ეკვივალენტური იმისა, რამდენად გაიზარდა ხელფასი, პენსია, დახმარებები და სოციალური თანადგომის თანხები. არის თუ არა, ხო? იზრდება, ჩვენ ახლა ისე არ უნდა ვთქვათ, რომ არ აკეთებს ხელისუფლება, არაფერს აკეთებენ, მაგრამ რამდენად შესატყვისი, არ არის შესატყვისი. აქ აი ყურეთ, ეკონომიკური მაჩვენებლები, თუ გინდა რომ გაალამაზო, ხო, მასე ვიძახოთ ჩვენ, ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ ამ კაცი რომ მაცივარს გამოაღებს სოფელში და ქალაქში, უმუშევარი რო არის და დახმარებას ვერ ღებულობს, ხო? ის ხო იტყვის კაცო, თქვენ რაც არ უნდა ალამაზოთ, ჩემი ცხოვრება არ ლამაზდება. ამას ამბობთ თქვენ, ამას კითხულობთ, ხო? ამიტომ აი გალამაზებისთვის კი არ უნდა ვილაპარაკოთ. ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სტატისტიკის სამსახური უნდა აკეთებდეს ცოტა სხვა შედარებებს, რაც მე გითხარით. აი რამდენად შეესატყვისება სახელმწიფოს შემოსავლები, დახმარებების, პენსიებისა და ხელფასების ზრდას. ეს ერთი მომენტი. მეორე, რამდენად შეესატყვისება ეს პროდუქციის ფასების ზრდას. ეს კიდე მესამე მაჩვენებელი უпростоრად. და კიდე რამდენად შეესატყვისება ეს ინფლაციას. ფაქტობრივად 4 ძირითადი მაჩვენებელი მე გითხარით, რომლითაც უნდა განისაზღვროს კეთილდღეობის ზრდა თითეულ მოქალაქეზე. ხარ ვიცი რამდენად მარტივად ახსენი ახლა ეს. კი არა, გასულიერად. აი ეს ამას ხო არავინ არ აკეთებს. კეთილდღეობის ზრდა. მე იმიტომ კი არ ვიძახი, რომ შედეგი არ ვთქვათ. მაგრამ ისიც ხო უნდა ვთქვათ, რომ პრობლემაა და პრობლემა რო არის, რომ ებრძვი, ეს უფრო მე დამაჯერებულობას და ნდობას იწვევს. მინისტრი იქნება თუ ჩინოვნიკი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. შენ როცა ებრძვი პრობლემას და იცი ეს რა პრობლემაა, ხო? უკვე შენ ნდობა მეტი გაქვს და რო იტყვი, რომ მე ამაზე დავიწყე მუშაობა და უკვე ესე გადავწყვიტე, მაშინ აპლოდისმენტებს შემოვკრავთ, ხო? აი ეს არის. ამიტომ თქვენ სწორებს დანებთ, რომ ეს არის პრობლემა და პრობლემა უფრო მეტსაც გეტყვით. მე ეხლა მთელი რიგი ჩამონათვალია, მაგრამ ერთ კიდევ მნიშვნელოვანი რამეს გეტყვით, ამდენი ინვესტიციები შემოდის, ეხლა არაბები შემოდიან, ხო გამოაცხადეს ამ ხელმშენებლობა უნდა დაიწყოს, მან რა ქვია, მაგრამ იდება მშენებლობაში და რა მშენებლობა აქვს, ეხლა უყურეთ რა მომენტია. წარმოებაში რომ ჩადებული იყო უფრო მეტი მშენებლობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მშენებლობა მარტო მშენებლობა არა. მშენებლობა ეს არის ინერტული მასალები, ეს არის ცემენტი, ეს არის მუშახელი, ეს არის ბეტონი, ეს არის რკინამასალა და უამრავი რაღაცა, ესე იგი რაც მშენებლობას ეხება, ესე ნუ წარმოებასთან დაკავშირებულია. მაგრამ რამდენად გვაქვს ჩვენ ეს წარმოება, ეს დასაქმებასაც უკავშირდება. აი დასაქმებიდან გამომდინარე. მშენებლობა იქნება, ჩინელები იქნებან რო შემოვლენ თქვათ იგივე ანაკლიაში და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. რამდენჯერ თქვი მიიღოს პარლამენტმა კანონი, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ მოქალაქეებს უნდა მივცეთ დასაქმების ყველაზე პრივილეგირებული საშუალება და კანონში რა უნდა ეწევოს და ხელფასიც. ქვეყნიდან არ გაიწესნენ. ქვეყნიდან რო არ წავიდნენ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის. კანონში რა უნდა ჩაეწოს 10%-ზე მეტი, ესეც ბევრია. 10%-ზე მეტის არც ერთ ინვესტორს უფლება არ უნდა კონდეს, რომ შემოიყვანოს სხვა ქვეყნის მოქალაქე ამ თავის ბიზნესში. 10%-ზე მეტი და ვალდებულებაში უნდა ჩაეწეროს, რომ ადგილობრივი მოქალაქეები გადაამზადოს თუ მას ჭირდება უფრო სხვა კვალიფიკაცია და შესაბამისი ხელფასები დაუშვას. კანონი უნდა ამას.
და ამას არ ღებულობენ, არ ვიცი რატო. ეხლა იგივე ჩინელი იქნებოდა თუ არაბი რო შემოდიოდა, ამ მომენტს გაითვალისწინებდა. მას თუ უნდა დაეხარჯა სიტყვაზე მილიონი, შეიძლება 1.200.000 უნდა დაეხარჯა, რომ ეს ბაზა შეექმნა. მაგრამ ჩვენ უკვე მოსახლეობა რამდენად დაცული და კმაყოფილი გვეყოლებოდა. მადლობა, საინტერესოა რომ გავშალოთ ყველა თემა თქვენთან საუბარი, მაგრამ რამდენადაც დრო ისე სწრაფად გარბის და მინდა მოვასწრო ყველა თემა. ეხლა შევეხოთ გუშინდელ ევროპარლამენტის რეზოლუციას, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომ დაასანქცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის სანქციებში მოყვა ეროვნული ბანკის მმართველიც ნათია თურნავა და ეს საფინანსო ზეწოლა რამდენად მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ზოგადად ეს სანქციები და საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ქვეყანა. თვლით თუ არა თქვენ რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო იზოლაციაში? საერთაშორისო იზოლაციაში ნამდვილად არა ვართ, ეს მოგონილი თემა არის, მომავალში რა იქნება ძნელია თქვა, მაგრამ დღესდღეობით არანაირი საერთაშორისო იზოლაცია საქართველოს არ აქვს. გეტყვით ეხლა რასთან აგვაქვს ჩვენ საქმე. ეს ეხლა რაც ხდება შეერთებულ შტატებში, გამოძიება USAID-თან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო. USAID ხო ეს რაღაც წარმოდგენილი უნციკლო ორგანიზაცია იყო, უნციკლო. ეხლა ბევრმა არ იცის, USAID ეს არის სააგენტო, საერთაშორისო დახმარების სააგენტო. ესე ქვია ამერიკის ხო რომელიც შედიოდა სახელმწიფო ესე იგი სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურა იყო აი სახელმწიფო მდივანი ხო არის სახელმწიფო დეპარტამენტის მისი state department-ის ერთ-ერთი სტრუქტურა იყო USAID რომელიც თელ სოფლიოში ყოველწლიურად ხარჯავდა 60 მილიარდს დოლარს ამოიგეთ რამხელა ბიუჯეტი ქონდა ხო და როგორ იხარჯებოდა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ბერკეტი შეერთებული შტატებისა და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია მასთან ერთად ფოტოშორის მედია ორგანიზაციების დაასახელეს ეს ამერიკის ხმა და ეს რა ქვია იმას თავისუფლების რადიო თავისუფლება რომელიც აი პროპაგანდის აი ხმადაღებული პროპაგანდა და როგორ წარმოაჩენს ეს არის დემოკრატია ეს არის თავისუფალი სიტყვა და ასე შემდეგ USAID და მსგავსი ორგანიზაციები სახელმწიფოებში ერეოდნენ არა მართლა კარგი რაღაცეებისთვის აი თქვა 100,000 დახარჯავდნენ სიტყვაზე რაღაც წყლის გაყვანაზე თუ ვინმეს დახმარებაზე და 10 მილიონს დახარჯავდნენ რომ ვერ მოვკადავარყვა დაევერბოკვებინათ ჩვენი ახალგაზრდები ლექტორები წაიყვანათ სასწავლებლად მოემზადებინათ თაობებს ამზადებდნენ უკრაინაში გადატრიალება რომ მოხდა თაობა გაზარდეს 5 მილიარდი დახარჯეს 5 მილიარდი დახარჯეს და სკოლიდან ამზადებდნენ უფრო მეტად დასავლეთ უკრაინა მე იქ ცხოვრობდი 15 წელი და კარგად ვიცი რაც ხდებოდა იქ მოამზადეს თაობა და მე გადატრიალება მათ მოახდენინეს всё იმას უკვე შეუვალები არიან ვერ დააჯერებ დღესაც ეხა რამდენი არის ხო როგორ სტრუქტურა შექმნილი და ყავთ ესე იგი დაფინანსებული სტრუქტურები ზოგიერთი ზის საელჩოში თუ სხვადასხვა ცენტრებში მე გარეთ დაფინანსებული სტრუქტურები მათთან მე დაკავშირებული პირები რომელსაც უფრო ნაკლებ თანხას აძლევენ და მათთან მე იდეოლოგიურად შეკრებილი პირები რომლებიც აი თქვა მართლა გონიათ რომ საქართველოს ევროპაზე უარს იძახის და რაღაცა რუსეთში მიდიან და პუტინი აგერზის თავრობის ხდომაზე რა ესე აქ წარმოდგენილი და ორ რეალობაში აცხოვრებენ აი მედია საშუალებები როგორ აყავთ აღებული ხო არის ისე იმედის რეალობა და არის კიდე ამ ოპოზიციური მეხუთე კოლონის მედია ხო ყველა თავის რეალობაში ცხოვრობს ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ ამ სანქციებთან დაკავშირებით რა ხდება ამერიკამ მოუჭრა დიდი საშუალებები ამათ აი ძალიან მაგრად მოუჭრა და აი რო იტყვიან ყბები მოღრეცილი აქვს ზოგიერთი ეს მილიონერი NGO-ს ხელმძღვანელები რო გამოდიან გვარები იცი თქვენ ვინც არიან უკვე ყბამოღრეცილები ლაპარაკობენ მაგრამ თემა ჩართული არის თემა არის ჩართული და ჯერჯერობით ეს პროცესი მიდის და ეს ჩვენი ისა უგვირგვინო დედოფალი სალომე ზურაბიშვილიც ამ ფუნქციას ასრულებს როგორც ის ტიხანოვსკაია და ვიღაცები იყვნენ ბელორუსიაში და იგუადო იმაში რა ქვია ვენესუელაში ხო წაიყვანენ შეხვდებიან ეხა მიუნხენში მიდის ხელს ჩამოართმევენ და ჩამო კიდე რაღაცებს ილაპარაკებს ხო მაგრამ სინამდვილეში საფუძველი უკვე ეცლებათ ელემენტარულად შევხედოთ ამას მე ნუ დამიჯერებენ არ უნდა ჩემს ლაპარაკზე ვინც მოისმეს ხო აი ესე რუსეთუმეები ხა დაგვიძახებენ ხო რუსეთუმეები და ასე შემდეგ ერთი საკითხი ვინმე დააყენა რომელიმე ამ ოპოზიციურმა ჯგუფმა გამოსულმა მიტინგზე მოსიარულე ადამიანებმა რომ ევროპას უთხრას თქვენ რატო გვეთამაშებით სხვა კანდიდატებთან უფრო კარგი შედეგები გვაქვს ხო რატომ არავინ არ დააყენა ამ ჯგუფებმა საკითხი რომ მოეთხოვათ რომ გახსენით მოლაპარაკება საქართველოსთან ამას კი არ ითხოვენ
არ გახსნათ ეუნებიან სანქციები დაადეთო იძახიან სახელმწიფოს არ ვებდით თუ კარგი შენ თუ პოლიტიკური ბრძოლა გაქვს კიდე რაღაცა ახსნა შეიძლება რაღაც თანამდებობის პირები რომლებიც თქვა ოცნებაშიან მათ მიმართ ახლა იბრძვიან რომ სანქციები დაედოს ხო ეროვნული ბანკი რა შუაშია ვის ებრძვი შენ გინდა რომ ესე იგი ეკონომიკა ჩამოიშალოს რატო გინდა რომ ეკონომიკა ჩამოიშალოს ესე გინდა რომ შენ აირიოს ყველაფერი და მოხვიდე ხელისუფლებაში ვის ხარჯზე უბრალო ადამიანების ხარჯზე ამაზეა ლაპარაკი ამიტომ კარგად უნდა გავშებროთ რისთვის იბრძვის ეს ხალხი ერთხელ პრეტენზია ევროპა რა მართლა ის ბოლო ინსტანცია არის თუ რა ნახეთ ევროპაში რა ხდება წავედით ბულგარეთში ნახეთ რუმინეთში რა ხდება და გაიარეთ მე პარიზის ქუჩებში ღამე და ნახეთ რა ხდება და გონიათ ახლა ზოგი ნამყოფიც არ არის ის პირები გამოდიან არც კი იციან რა არის ევროპა ევროპამ დაკარგა დღეს თავისი მიმზიდველობა რომელიც მას ჰქონდა აი ეს რო ითქვიან დღეს იდეოლოგიური ბრძოლაში ვართ ჩვენ ჩართული აი ხა ძალიან მარტივ რამეს გეტყვით ეს სანქციები მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგო და არ გამოვა რატო არ გამო იდეოლოგიურ ბრძოლაში ვართ ჩართული დღეს თუ ავიღებთ რა იდეოლოგიასაც ტრამპი იძახის იგივე იდეოლოგიას მანამდე პუტინი ამბობდა იგივე იდეოლოგიას მანამდე ამბობდა სი ძენპინი მოდი ხა დავარქოთ რომ ტრამპი და სი ძენპინი რუსეთუმეები არიან აი იმ სტანდარტით რომელსაც ზოგიერთ აი USAID-ის გავრცელებული სტანდარტით ხო მაშინ ისინი რუსეთუმეები არიან ორბანი ესე იგი პირველი მტერი იყო ევროპის ახლა ვერაფერს ვერ უშვებიან იმიტომ რომ თავისი პოზიციები გაამაგრა და ამ კონსერვატორული მიმართულება არის ახლა წარმოჩინებული და მეორე ხარისხოვანი ხდება ეს ლიბერალური გარყვნილობა რაშიც ჩვენ არ შევიდით საქართველოს აი ამ პროცესში არის ჩართული და გადასატანი გვაქვს ესეც რა რასაც ქვია ზოგადად თქვენ თვლით თუ არა რომ მივდივართ ევროპისკენ და 2030 წელს შევალთ თუ არა ნამდვილად ევროკავშირში მე დიდი ეჭვი მაქვს რომ 2030 წლისათვის ევროპა ამ სახით შენარჩუნდეს ევროპის შენარჩუნება არავის არ უნდა ჯერ ეხლა ცოტა დიდი თემა არის რა ფუნქცია აკისრია ვატიკანს და რა როლს თამაშობს თქვათ გერმანია საფრანგეთი ამაში და აღმოსავლეთ ევროპა დღეს ევროკავშირი ჭირდება ბალტიის პირელებს და პოლონელებს მაგათ აქ სარგებელი და ჩვენ მასწავლებლებად დაგვინიშნეს ახლა ეს გამოდიან ეს ბალტიის პირები თუმ რამე შეუქმნიათ მაგათ სახელმწიფოებს თუ გნებავთ რა და ევროპა 2030 წლით თვითონ ევროპელი ექსპერტების გათვლით დიდი ალბათობა არის იმისა რომ დაიშალოს ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ჩვენ რაღაც სტანდარტები ბოლომდე შევითვისოთ შემოვიღოთ მაგრამ არა ისე ბრმად არამედ ჩვენი ტრადიცია გვაქვს ჩვენი ყოფიერი მომენტები გვაქვს რომელიც არაფრით არ ჩამოვარდება ევროპას შეიძლება ბევრ რაღაცაში თუ კი დავნერგეთ უკეთესიც კი იყოს ამიტომ ქვეყანა იზოლაციაში არ არის ევროპასთან დაკავშირებით ეს თამაშებია ხა სხვათა შორის ის სანქციები ევროპარლამენტმა მიიღო ამისთანა ეს ვკითხულობ ამისთანა სააკაშვილმა რა გადაუხადა ამ ევროპარლამენტარებს რა ყველანაირ სისულელებს ლაპარაკობენ ან რა მოისყიდა ასე და ზოგი იძახის ტაილანდში ასვენებდა და რაღაც სანატორიუმებში უშვებდა და ამოიღოს ახლა ეს კომისია როა სხვათა შორის აი სხვადასხვა გვარები როა ხუბილიუსი და სხვები რამდენჯერ იყო საქართველოში და სააკაშვილის დაფინანსებით რამდენჯერ დაისვენეს სხვადასხვა ადგილას ხო ესეც ხო კორუფციის საშუალებაა თუ არა რომ ვიმყოფებით კონსტიტუციურ პოლიტიკურ კრიზისში და თუ თვლით ამ კრიზისიდან რას ურჩევდით ხელისუფლებას რა გამოსავალს თავად მე გეტყვით ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ პოლიტიკურ კონსტიტუციურ კრიზისში ვართ იმიტომ რომ ეს განმარტებებს აკეთებს ეს ზურაბიშვილი და მასთან დაკავშირებული მეხუთე კოლა მათ ჭირდებათ ეს რომ რაღაცა სამართლებრივი ბაზა შეიქმნან აქ არის ლაპარაკი პარლამენტი როგორ აირჩა და მე ხსომა როგორ გაიხსნა და თუ არა რომ ეს პარლამენტი არის მოდით ეხლა მე არის ლეგიტიმური ოპოზიცია თუ არ შევა პარლამენტში ნამდვილად უკვე ჩახსნეს და ლეგიტიმურობის თემის დაყენება არაკორექტულია იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა მოსწონს თუ არ მოსწონს სხვათა შორის თვითონვე ვერ წარმოადგენს მტკიცებულება იმისა რომ იმდენად დიდი გაყალბებები იყო რომელიც შეცვლიდა არჩევნების შედეგებს ეს ვერ წარმოადგენს მე თვითონ არჩევნებში მონაწილეობა მივიღე და განცხადება დაეწერათ რაღაც ჩანდაო კაციშვილმა მარჩევნების პროცესში განცხადება არ დაწერა რომ ბიულეტინი რაღაცა ლანდი გადიოდა არ დაწერეს და მე ათეხის ამბავ რომც დაეწერა და არ დაეწერა ეს ვერ ცვლის შედეგს ეს ერთი მომენტი ლეგიტიმურობის პრობლემა ოცნებამ დაუშვა დიდი შეცდომა და მე გეტყვით პირდაპირ ოცნების შეცდომა იყო ის რომ მან ვერ უზრუნველყო ახალი პოლიტიკური დინებების მხარდაჭერა რომელიც რეალურ ოპოზიციას ჩამოაყალიბებდა საქართველოში ოპოზიცია არ აგვყავს ჩვენ
ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსირდება. ხო? გახარიას შეეძლო ოპოზიცია გამხდარიყო, მაგრამ არ ვიცი ხა ან გამოცდილება არ ეყო თუ გამბედაობა არ ეყო, ითამაშა სააკაშვილის და ამ რაღაცა მეხუთე კოლონის თამაში, სადაც არის მეხუთე ხარისხოვანი იქ თვითონ და არა ლიდერი. მას შეეძლო შესულიყო პარლამენტში და ეთქვა რომ მე ვარ ოპოზიციო. ამას რატომ ვიღაცის ეშენია თუ არ ვცდები რომ არ შედის მაინც პარლამენტში რომ ლეგიტიმაციას არ ვაძლევო პარლამენტში. სულთა პოლიტიკური პრაგმატიზმი მალაპარაკებს, ეხლა რო აიღო ეხლა რა სიტუაციაც არის, აი განლაგება, გახარიას ერთადერთი შანსი ჰქონდა და კიდე დარჩენილი აქვს შევიდეს პარლამენტში და თქვას მე ვარ ოპოზიცია, ესენი ვინ არიან. და ის რატო ვიცით? ოცნებას ხო არ უნდა გახარია, მაგრამ ოცნებამ ხარი არ დაუჭირა არც ერთ ვარიანტს. როცა დასაბუთებულად მე უთხარი პირდაპირ და ბევრჯერ ტელევიზიებში ნათქვამი მაქვს 500,000 აქტიური ამომრჩეველი იყო რომელიც არც ხმას არ აძლევდა არც იმას რა ქვია სააკაშვილს და ხმას არ აძლევდა ოცნებას განაწყენებული იყვნენ ოცნებას და აქ არ მისცეს არც კონსერვატიულ მიმართულებებს რომ განვითარებულიყვნენ ამ ნაწილში ხელის შეშლები გაუკვეთეს მე ისიც კი უთხარი აი ხალხის ძალა ხო ხალხის ძალა შეეძლო ცალკე გასულიყო და მართლა ოპოზიციად ჩამოყალიბებულიყო ეს შანსი გაუშვა ხალხის ძალამ და შევიდოდნენ დღეს პარლამენტში და დღეს იქნებოდა ოპოზიციური ძალა. ის კი არა რომ ეს რასაც უნდა რომ ეთყვიან და იმას თავს დაუკრება, არა, რეალური ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია ეს ალტერნატივაა ქვეყნის მდგრადობას და განვითარებას ჭირდება. ალტერნატივა რას ნიშნავს? სულ რასაც ხელისუფლება აკეთებს, ის იტყვის რომ მე ამას უკეთესად გავაკეთებ. გვაქვს პარლამენტი ოპოზიციის სახელმწიფოს კი არის. ამიტომ შეგეკითხეთ მის ლეგიტიმურობას. ეგ არის ძალიან ცუდი და ეს არის ოცნების შეცდომა. და ბიზინა ივანიშვილი დაარწმუნეს იმაში, რომ თუ კი ესეთ რამე მიმართულებას ხარ დაუჭერდნენ, ეს იქნებოდა სახიფათო. როგორ იქნებოდა სახიფათო? თუ კი შენ ხმას არ გაძლევს, კაცი, არ გაძლევს ხმას. შენ ხო უნდა მისცემას საშუალება, რომ რაღაცა პლატფორმაში მონაწილეობა მიიღოს და ეს ხმები გადანაწილდა გახარიაზე და ნაწილი ზოგი ლელოზე წავიდა და სხვებზე წავიდა. აი ეს შედეგი მივიღეთ. სამწუხაროა ესა. მე მაინც ვფიქრობ, რომ მე მაინც ამაში ეხლა ამ ვითარებაში ხელისუფლება ოპოზიციის კუთხით ვერაფერს ვეღარ გააკეთებს, ეს შანსი გაუშვეს ხელიდან. არ ვიცი რატო, ვინ ყავდათ რჩევლები ესეთი ჭკვიანები, რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს და მეორე ვარიანტი არის გახარიას აქ კიდევ შანსი დარჩენილი. აი ამ რაღაცა სისულელეებს, ამ მეხუთე კოლონის ამბებს თუ თვითონაც არ არის ბოლომდე ჩაფლული ამაში, ცალკე გამოვიდეს და შევიდეს პარლამენტში და მან აიღოს, რომ რეალური ოპოზიციის დროშა დაიჭიროს ხელში. ამის შანსი აქვს. მე მითო კი არ ვიძახი მომწონს არ მომწონს. მე სულთა პოლიტიკურ განლაგებას და ლანდშაფტიდან გამომდინარე ვამბობ ამას. აი ეს იქნებოდა გახარიას პარტიასთვის ეს იქნებოდა უდიდესი პლუსი და ფაქტიურად იმ 9 მილიონ ადამიანს მოიბავდა, რომ ისინი იმედგაცრუებულები დარჩნენ და ესენი ამათ გადაყრიდა აი როგორცაც ქვია ოპოზიცია განულებულია რამდენადაც პარლამენტში აღარ იქნებიან, ტრიბუნა აღარ ექნებათ და როცა ტრიბუნა აღარ აქვს, გარეთ ქუჩაში იყვნენ რამდენიც გინდა. უყურეთ როგორი რამეა აქ პარლამენტის ტრიბუნა მაგათ რაში აინტერესებს, მაგათ აინტერესებს დაფინანსება რომელიც მოდის და ის დაფინანსება ალაპარაკებს ქუჩაში, სხვა მეტი კი არაფერი. ეს არის რეალობა. ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. მარტო ეგ უნდა. აბა რა შუაში არის ნათია თურნავაც, აი რა შუაშია ნათია თურნავა. რა გინდა შენ ოპოზიცია თუ ხარ, სახელმწიფო გიყვარს, რატო ებრძვი ეროვნულ ბანკს? ეროვნულ ბანკს მართალია. კაი, პოლიტიკურ ფიგურებს შეგიძლია ებრძო ეროვნულ ბანკთან რა გინდა? რა შუაშია? და თქვენ თვლით თუ არა რომ ახალი არჩევნები უნდა შედგეს? იცით რა არის? თქვათ მოხდეს ამ ვითარებაში ახალი არჩევნები, რა შედეგს ვარაუდობთ? ოპოზიცია ვერაფერს ვერ აიღებს. ეს მეხუთე კოლონა შანსი არ აქვს. არანაირი შანსი არ აქვს დგეუნებით. ამათი შანსი არის იმდენჯერ ახალი არჩევნების ჩატარება, სანამ თვითონ აი არ ჩამოიშლება ყველაფერი და არ გაიმარჯვება. ეს არის მაგათი პროექტი. არანაირი, აი რომც უბრალოდ ვერ გამოაცხადებენ, იმიტომ რომ მაშინ რაღაცებზე უარი უნდა თქვა, არ შეიძლება ესე უკან ვერ დაიხევს ხელისუფლება. იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა და შედეგები ცნობილია, ხომ? და ეხლა ისინი ცდილობენ რომ რაღაც არალეგიტიმურობის ნიშანი შეძინონ დარბიან, მაგრამ ეს აი როგორც USAID-ის თემა იყო, ისევე ჩამოიშლება რა. ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. დღეს ჩვენ სად მივდივართ? და მივდივართ ევროპისკენ, მივდივართ რუსეთისკენ თუ სადღაც. ჩვენ არცაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენ ვართ საქართველოში, ეს ერთი. ყველა მოდის ჩვენთან, აი დააკვირდით და შეიცვალა სიტუაცია. არცაც წასასვლელი ჩვენ არ აქვს. ყველა მოდის ჩვენთან. ევროპაც მოდის და აი იმიტომ გვებრძვიან. შეერთებული შტატებიც ახლა თავის პოზიციას გამოკვეთავს. რუსეთიც ასევე თავისი ინტერესები, ჩვენ მეზობლებთანაც ეს. ჩვენ უნდა ყველასთან დავალაგოთ სიტუაცია. აი პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. ჩვენ უნდა შევძლოთ კომპრომისის გამოძებნა ყველასთან, ოღონდ იმ ჩარჩოებში, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები გავაძლიეროთ. თქვენი გადაცემა
დაიწყეთ საინტერესო ფრაზით ესეთი, როცა იმპერიები ერთმანეთს ეჯახებიან, საქართველოს რა შვება ამ შემთხვევაში. როცა იმპერიები ერთმანეთს ეჯახებიან, მხოლოდ მაშინ ძლიერდებოდა საქართველო. გადავხედოთ ჩვენ ისტორიას. ისტორიული მეხსიერება არადროს არ გვიღალატებს რა. ჩვენ ადგილას უნდა ვიყოთ, ევროპის მიმართულებაც უნდა შევინარჩუნოთ, რუსეთთან აუცილებლად ლაპარაკი უნდა დავიწყოთ ტერიტორიულობის საკითხს, სხვანაირად ვერ მოვაგვარებთ. სამთა კავშირს რო აგინებენ, ეს პლატფორმა არის იმისთვის, რომ იმპერიებიან კი არ გადაქვაჩუნ, გადმოქვაჩუნ, ანუ მაგიდის პირას დავსხდეთ და ვისაუბროთ, გინდათ თურქეთთან, გინდათ ჩვენ მეზობლებთან, მათ შორის ირანთანაც. ყველას თავისი გადაჭაჭვა აქვს, ყველას თავისი ინტერესი აქვს და მხოლოდ დაბალანსებით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გაძლიერებით შეგვიძლია სახელმწიფო უფრო ძლიერ ფაზაში შევიყვანოთ. ბატონ ლევან, საინტერესოა თქვენთან საუბარი, სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება და მე მინდა ბოლო შეკითხვა ასე მოგმართოთ. იცნობ თუ არა მეცნიერთა კონგრესის ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, რომელზედაც მეცნიერთა კონგრესი მუშაობს 21 პუნქტიან მართვის სისტემის შეცვლაზე. მეცნიერთა კონგრესი ქვეყანას ერწყმის ეროვნული თანხმობის პარლამენტს და ასე შემდეგ. თუ ეთანხმებით ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის არსებობას და მის მიღებას რეფერენდუმით, რომელსაც მე პირადად ვამბობ, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ამ შემთხვევაში დაამთავრებდა სპეკულაციებს, თუ საითმიდის ეს ქვეყანა და მე გადმოგცემთ კიდეც ამას, რომ თქვენ გაეცნოთ და აი ამ თემასთან დაკავშირებით. თუ რამდენიმე წუთი მოკლედ გეტყვით. კი, რა თქმა უნდა. საერთოდ მეცნიერების ჩართვა და გამოცდილი ადამიანების ჩართვა სახელმწიფო მართლობის სისტემაში ეს არის აუცილებელი. დღეს ეს ჩვენ არ აგვაქვს. პირდაპირ გეტყვით, არა მარტო თქვენი საინტერესო ჯგუფი, რომელიც თავს იყრის, მეცნიერებად აკადემიები გვაქვს ჩვენ საქართველოში. და მოდი ეხლა აი ელემენტარულ მაგალითს ვიტყვით. ოფიციალური სტრუქტურებია. მოდი ვთქვათ, რომელიც წინადადება გაითვალისწინა ხელისუფლებამ მეცნიერებათა აკადემიიდან მიწოდებული და საერთოდ არის თუ არა შექმნილი ესეთი რაღაც ან კომისია, ან ურთიერთობის რაღაცა პლატფორმა, სადაც შეიძლება რომ მეცნიერებმა გამოცდილმა ადამიანებმა პროექტები შეთავაზონ და ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინონ. მე ესეც არ ვიცნობ. მე არ და ამიტომ გეუბნები ოფიციალური სტრუქტურა და არ თქვენზე. აღკრთნობაზე არ არის, ეს არის უდიდესი შეცდომა. ეს არის განაწყენება, ეს არის ინტელიგენციის წინააღმდეგ მართვა და მე რო ამბობენ რომ ვიღაცა ცუდ სიძახის, ცუდ სიტყვის, როცა კაც გაანაწყენებ და იგნორირებას გაუქმე. ეს არ შეიძლება. ხა ირაკლი კობახიძე ესეთი დადებითი პიროვნება და მე ვფიქრობ, მაგან უნდა გამოიჩინოს უფრო მეტი მხარო ამ თვალსაზრისით დაალაგოს ურთიერთობა. არც ერთი კომისია არ არის, არ შეიძლება თანამდებობის პირი იყოს, ესე იგი, მყინვარების დნობის სპეციალისტიც, იურისტიც, კონსტიტუციონალისტიც, რა ვიცი, აგრონომიც და კიდე რა ვიცი, ისე გეოლოგიც. ყველაფერზე შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი ლაპარაკო რა გერ მეცნიერები ყავს ჩვენ ხო? ამ თვალსაზრისით არის ძალიან დიდი პერსპექტივა. ძალიან დიდი პერსპექტივა. ეხლა ჩვენ იმდენი რამის გაგ თქვენ წარმოება აღნიშნეთ, ჩვენი წიაღისეული აღნიშნეთ. სოფლის მეურნეობა, რომელიც თითქოს უნდა გვაძლევდეთ ის შედეგს და უფრო გაკოტრებულ გლეხებს ვნახულობთ, ვიდრე ფეხზე დამდგარებს, ხო? სახელმწიფოს დაფინანსებიდან მათ შორის, ხო? ეხლა არ მინდა ამ თემებს გავყვე, მაგრამ ეს არის ის საშუალება, რომელიც უფრო მეტ შედეგს მოუტანს. რაც შეეხება რეფერენდუმს, მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ რეფერენდუმს, პოლიტიკური სისტემა სოფლიოში ისეთია, რომ აი როგორ გითხრათ, ხალხის მონაწილეობის მომენტი მეორე პლანზე გადადის სამწუხაროდ, ესე მიდის ეგ სიტუაცია. რეფერენდუმს ექნება მაშინ შედეგი, როცა ხელისუფლება მოისურვებს ამას და მაშინ ხელისუფლებაში უნდა მოხვიდეთ, რომ ესეთი რეფორმა. ეროვნული სახელმწიფო არის აუცილებელი. ეროვნული დოქტრინა უნდა მოიცავდეს უამრავ მიმართულებას და ამას აი როგორ აიცით, ამის საჭიროება არ გახდებოდა თუ კი ხელისუფლება სხვადასხვა განშტოებების მიხედვით მეცნიერებთან, გამოცდილ ადამიანებთან იმუშავებდა და ამ წინადადებებს შეაგროვებდა. ხო, გააკეთეს სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ ეს სახელმწიფო პროგრამაში რასაც გვერდანეთ არ არის ჩადებული. სილამაზისთვის არ გჭირდება პროგრამა, მოქმედებისთვის გჭირდება. აი ეს არის მთავარი. დიდი მადლობა ბატონ ლევან, თქვენი თავისუფალი რამდენიმე წამიანი მიმართვა ჩვენ ტელემაყურებელს. წარმატებები მინდა გისურვოთ, აი მე ერთს ვიტყოდი, რომ აი ესეთი ტელევიზიები არის კიდევ აი რაღაც საშუალება იმისა, რომ არა ალტერნატიული აზრია სიმართლეს მიეცეს პროპაგანდას არა, არამედ სიმართლეს და ადამიანურ ურთიერთობებს მიეცეს საშუალება გავრცელების. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, რომ იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან საინტერესო არის თქვენთან საუბარი და ამოუწურავი თემები ზოგადად. თქვენ ხართ
გამოცდილი პოლიტიკოსი და მე ვთვლი, რომ გამოცდილ პოლიტიკოსებს და გამოცდილ სპეციალისტებს უნდა ეყრდნობოდეს ხელისუფლება და ვის თუ არა თქვენნაირი კადრი მინდა ვიხვილო სწორედ ხელისუფლებაში და დაწუნებული ვარ, როდესაც გამოცდილი პოლიტიკოსები იქნებიან ხელისუფლებაში, ჩვენი ქვეყანაც უფრო წინ წავა ნამდვილად და გვექნებოდა ძლიერი შემდგარი სახელმწიფო. დიდი მადლობა რომ იყავით. თავარი არა ხელისუფლება, თავარია ურთიერთობები იყოს და ესეც რომელიც დღევანდელ დროში საკმაოდ დაკნინებულია და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს. კარგად გრძანდებოდეთ ნახვამდის.